რაც არ უნდა ტკივნეული და არაპოპულარული იყოს და ელექტორალური თვალსაზრისით დამაზიანებელი. ჯობია დღეს თქვა ეგ სიმართლე, სამაგიეროდ ხვალ არ დახვდება ეგ ტყუილი. და ხელისუფლება რას აკეთებს? იმისთვის რომ დღეს გადაირჩინოს საკუთარი ტყავი და საკუთარი ძალაუფლება რომ გაიხანგძლივოს, საზოგადოებას რაღაცა ტყუილს უფუთავს, რომელიც ხვალ აუცილებლად დახვდება მას. მოვა ეს 2030 წელიც სწრაფად მიდის, ხო, დრო. და როდესაც გაირკვევა, რომ არც აფხაზეთი არ დაგვიბრუნდა, არც სამაჩაბლო არ დაგვიბრუნდა, პირიქით კიდევ უფრო დავშორდით და ევროკავშირშიც არავინ არ აპირებს შენს ინტეგრირებას, თვითონ ევროკავშირი პირველ რიგში. მაშინ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მათ მოუწევთ. ამიტომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ საზოგადოება მოვატყუოთ და რაღაცა ლამაზი ტექსტებით ველაპარაკოთ, ჯობია პირდაპირ სიმართლე უთხრათ. და ვისაც არ მოსწონს, ნუ რას ვიზავთ ახლა, მეც ბევრი რაღაც არ მომწონს, რაც ობიექტურად ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ჯობია რეალობას თვალი გაუსწოროთ, ვიდრე ილუზიებში ვიყოთ წლების განმავლობაში.